აბა, მოგესალმებით მეგობრებო. ვაგზელებთ წოვოლების დარეაქტებას. დავიწყოთ შევაწვინოთ. ძალიან ასწორა პირველმა სერიამ. მეორე სერიაც ეგრევე შემოვაწვინოთ და დამიწერეთ კომენტარებში. აბა რას ფიქრობთ აბა ეს? წოველები მოგწონთ? მე მომეწონა. გადაობა იყო, საკაიფო იყო. და ჩაუждეთ მეორე სერიასაც. მეორე დღეს საერთოდ არაფერი არ მახსოვს აი. პროგრამა ვიდეოს ალაიქება და არხის გამოწერა არ დაგაუწეს მაგაცო რა. განვითარდეთ, წინ წავიდეთ ერთად გაიგე? გაუძლიერდეთ ქართველიერი. მალება. მოვიდი გავგიშდე. არ მახსოვს არ. ბოდიში. წოველების არხით აღწერაშია უეჭველი გადადიდა გამოიწერე. დაუდგეთ გვერდში ახალი პროექტია და ახალი სერიალი, ამიტომ უეჭველი გამოიწერე რა. ზომეჭერა არ გავწყვიდა. მოიშვილები. რეუნი აი ისეთი იყო მეორე დღეს არ მახსოვს და არაფერი არ მახსოვს მას გეუნი. ხმა გაიგე? ცუბა გაიჭდა. აუ ლეკვია მე მგონი და გაიჭედა. გაიჭედა და გაიჭედა რა. კაი რა გთხოვ ნახე. ახლავე შემოგაკეთებულ. ემო რა ინდო მიდი რა უშველე გთხოვ. სადახარ ცუგო. ამათ უეჭველი ამოწოვენ სისხლს კაროჩე. სადახარ შედედამოტყნულო დამაყდა ფეხები შარტო ცუბაკური კაროჩე. შედედამ ისინი როგორ ხედავენ? ნახე გუგ. ვერა გუგ ვეძებდი მაგრამ ფაულ ოპა აჭარაბეთი ასპონსორებს. მე და ტორიკა ახალი რეჟიმით ვცხოვრობთ. რაც ნიშნავს, რომ დილით უნდა გვეღვიძოს და ღამითაც უნდა გვეღვიძოს. წინა ვიდეო ანდერძის მეგონა ბოლო იყო, მაგრამ როგორც ხედავთ, ვაგრძელებთ ვიდეოების ციკლის გადაღებას სახელად მონური ცხოვრება. მეც და ტორიკაც. ისიც თქვი მე რატომ არ დაგიკიდე და არ გავიქეცი. ამან იმიტომ და არ დამიკიდა და არ გაიქცე, რომ ფანტასტიკური მეგობარია. ან უბრალოდ ეშინია ჩაჯიმამდე. ყოველი დღე ერთმანეთს გავს. სანამ ზიშუქია, რა ამას ვინა ხმარობენ კაროჩე. ხოლო როგორც კი დაღამდება მიწევს ამ წოველების გაღვიძება. გაღვიძება ხდება ასაკის მიხედვით. ჯერ ყველა ახალგაზრდათი ვიწყებ, ეს არის პაკო. 130 წლის არის. ამათი გაგებით ეს თურმე ჯერ ბავშვია და თინეიჯერია. ბამპერსიაცია ჯიგოს. პაკო მზე ჩავიდა გაიღვიძე პაკო მზე ჩავიდა პაკო გაიღვიძე მზე ჩავიდა საჭმლის დროა გაიღვიძე გაი ჩახკარიგაც თვითონ გაიღვიძებს გაი სუ პაკო სუ შედედამ შემდეგი ჰამლეტის გაღვიძება მიწევს. აუ ეგ რა. და დაიყუროს ახლა. და ხანე მშვიდობისა მაწვილებო. იცით, არ არის ცუდი ტიპი, უბრალოდ ყლეა. შემდეგი ეძინდი. არ გაგიგონდეთ და მოგაჭამენ თავს. აშვებაც. ჩუკენობს რა კაცია.
ვამპირი ჩუკეროს. აი, ბოლოს ლადის გახვეწების ჯერია. რომელიც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აი ამათ შორის ყველაზე ადეკვატურია. კარგი გამოგონება. ოჯახსასო. მომხსენი. ეხლა ვიღაც, ეხლა. პირის ღრუს ჰიგიენას მიუხედავდა ყველას ქვემოდგელოდებით. დიახ. იმედი ეს საუზმე მზად. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა მზად არის. რა თქმა უნდა, ყველაფერი მზად არის. კაი ამბავიც თქვი. რომელი? მანქანა. კარგი ამბავიც მაქვს. მანქანა ჩამომივიდა. მადლობა დიდი ფორდილერ აუტოს. აბა მანქანა. საჯანდაბაში ხარ ამდენ. საჯანდაბაში დადე, ჩანთა ვეძებდი 1 საათი. შეცვალე ექსოთვალე და დაინახავ რა. ო, კაი მანქანა. კი, კაი. ბიჭო, ეგ მანქანა ცოტა იმისას გავს, ხო იცი ის რო არის? კი. პოდკასტი რომ მიყავს თუ რაღაცა. გიორგი ვარდუსანიც. რა მიყავს? რა მიყავს, რა ვიცი, რაღაც რომ მიყავს, YouTube არხი რო აქვს რა. არ ვიცი, არ უყურებ ეგეთებს. აუ, რა მტყნელი მანქანა, შეხი. ყველგან მიმავალი უნდა იყოს ამას. ვახ. ვაკ კასავით რომ აქ ნერვებს მიშლის. რა დავიკრეს? სასო. მე მომაროს ვარ. მარჯობა. გამარჯობა სასო. არა მიშო, შე როგორ ახ? არა მიშავს, რა მინდა იცი გთხოვ, მეგობარი არის და მინდა რომ რამე საჩუქარი გაუკეთო. როგორც ისეთი ორიგინალური თუ გვაქვს რამე რა. კაი, მოდი მე ხა მე შენ რაღაცებს გითხავ. ხო. და მაგით შეგირჩევ ძალიან მაგარ საჩუქარს. ოკეი. რამდენი წლისაა? 50 პლუსი. კაი. ქალია თუ კაცი? კაცი. კაცი 50 პლუსი, რა უყვარს? ცხენები. კაცი 50 პლუსი და ცხენები უყვარს? მე მაგ. აი ეს არის ჯადოსნური თეისტი ფოკი. ვიცი, ჯადოსნური რატო? რომ მოწევს, აი მე გაიგებ. კაი, ამას დავხებ. მადლობა. არაფერს. ვიყვარს ასაკიანი კაცის სიცხლე რა. ემოების მკეთი არ უარგა. მოსოკიონი კაცები? ის როგორ სოჭი? კარგია, კარგი. ზოგადად კაცები კარგია. ბუდიში რა, შემდეგში ვეცდებით, რომ უფრო ახალგაზრდა სისხლი ვიშოვნოთ და ეს შეცდომა აღარ განმეორდეს. ესე იგი შენ ამბობ, რომ თელს სოფლიოში იყო ეს ეპიდემია. და ყველა სისხლი მოწამლულია. დიახ, იცით, საშინელება იყო ეს კორონა. რაც შეეხება კორონას, სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, რადგან როდესაც ჰამლეტმა მითხრა წადი და ქალიშვილები მომიყვანეო, უთხარი რომ ვერ მოვიყვან ქალიშვილებს, იმიტომ რომ თელს დედამიწაზე იყო ეპიდემია, ყველა სისხლი მოწამლულია და მხოლოდ სპეციალურ ადგილებში შეიძლება სუფთა სისხლის შოვნა თქო. მადლობა ღმერთს, სტორიკას ნათესავები ყავს კლინიკაში და იქ დონორების სისხლს ვაძლევენ. არა, იქ მართლა კარგად მოიფიქრე. აბა ეხლა რა მექნა, საწავსულიყავი ქალიშვილების საძებნელად, ანუ სადი პოვიწყე საერთოდ ქალიშვილს. აბა რა ქენი წარკვეთი აუ, არა, აგერია. მოიტანე რაც დაგაბარეთ. ხო, ყველამ რაღაც დამავალეთ მახსოვს. პაკო, შენ ბუშტები გინდოდა, როგორც მახსოვს. ციცუთი ხო არის აქ ბუშტები? კი. დურიქს უნდა ეწევს. შევიძლია.
რაკი კაცია. ბუშტებია. ეს რანაირი ბუშტებია? ეს ძალიან ლამაზი ბუშტებია, პაკო და ძალიან გამძლე. წყალით შეგიძლია ჩაასხა და არ გასკდება, პაკო. ეხლა რა უნდა ვქნა? უნდა გახიო ეს. ხო. აი ესე. აი ეგ არის ბუშტი. ეხლა გაშალე ეგ. ხო. და ტუჩებთან მიიტანე და ძლიერად ჩაბერე. აჰა, კიდე. აჰა. აი იდიოტები არიან. რა ლამაზია. ბაკო რა ტიპია. საინტერესო სუნი აქვს. დედას მაგონებს. მე ჰამლეტ, შენ შემთხოვეთ ამბაკო, მაგრამ უფრო საინტერესო რაღაც მოგიტანთ არის. აი, ეს არის ელექტროსიგარეტი. რამდენ ნაპასაც გინდა ამოვარტყო და შეგიძლია ჯიბეში ატარო ესე. აი, აქედან უნდა ამოვარტყო ნაპასი. არა, მაქსერმეზე არ არის საჭირო. ხოჩა, წარკვეთილო, ხოჩა. და ნახე ვლად, ნახე. და როგორ სიმციმებს, თითქოს სექტემბერია ვლად. რა ქვია ამას? რავი, tasty foggy-ია. ოლალა, ფრანგული ყოფილა. როგორ ეწევა? ედმუნდ, შენ არ გითხოვი არაფერი, მაგრამ ძალიან საინტერესო წიგნი მოგიტანე. შიგნით საინტერესო ნახატებია. საინტერესო წიგნია. მეძლება ცოტა ხნით დაგტოვა. არაფერი წამიკითხავს და მალე დავბრუნდები. რადგან ყველა მოყოლია თავის საჩუქრით. ვლად. გაუბზიკინდა ბიჭს. ის მაქვს ერთი სურპრიზი. არ მიეკარო. არა, ახლოს არ მივდივარ, უბრალოდ. უნდა ვაჩვენო რაღაც. აი ეს. ზოჯანტაბა წარკვეთილო. რა ჩაიფიქრე? როფერი ეს? მარა ვავაია. ვავახშავლად. ავოკი მადიკა. აბრძელე. სასო. გეფიცები არაფერი ცუდი არ მაქვს, შაფიქრებული სურპრიზია. ერთი წუთი. დარწმუნებული ვარ, რომ მოგეწონება, აი, ეს ჩვენგან საჩუქრად. მზის ამოსვლა. გადაღებაც მაგარია, ხო რა და.
ჰეი. გონი რაღაც ბაგივით არის თუ უსტაგათიშულია მუსიკა. ჩავიჯვი, მე წამოხდა. უმეს ფაგრაში მეშინდა. შევა მეჩვენება თუ რაღაც დეირები არიან თუ რაღაც სტოკჰოლმის სინდრომი. რაღაცნაირი ვერი, ნახე როგორი ტირე. ხო, შეჭება მზია რავი, დედამოტყული რა ტირებდა. არა ბიჭო, ეგ რა არის ეგ? ეგ მზე მაგათვის რაღაცა ისეც ნიშნავს რა, რასაც მე ვეღარ დააბრუნებ რაღაცა შოუს წარსულიდან, აი. ადამიანობას ხვდები, აი. ბავშვობას. ერექცია, არა ერექციას რატო კაცო? ბავშვობაში ყასავით რო. რაღაცა ხე ჯუბარება ეგენი ერექციას მიდიროდნენ რა. ო როგორ ბეზიზღება რა ეს ყლიობა რა. გავიყადა მე ეგზორციზმის ყურა, შეჭება რა არის? კერიკაცია. აუ ამის დიდას ამაკა. შემოდითო. მაგრა დასწორებს ვარ გადავშ. ოხჩი. ბაკურიან. Яшу. Алло. არა რა მძინავს ვარჯიშო. ხო, ვარჯიშო, ერთი 5 კილომეტრი მაგ ნარბენი და 150 აჯიმანია და რა მთელი ამბები რა. ხო, ეხა ერთი 3 კილომეტრი დამჩა ვირბენ და ეგა არა. არა რა ფრენდ ზონა ბიჭო. სადარბაზომდე მივაცილე და თან ნებიანადაც მაკოცა რა. ალოყაზე. რა შუაშია ბიჭო, კოცნის დროს ენა ვიგრძენი თო. ოპა. აი მე მგონი მოჩვენებები დამეწყო ბიჭო. ვაჰ ბიჭო. ვაჰ ბოშურ. ვაჰ ბიჭო, მე მგონი დამეძრა, სახში უნდა წავიდე თო. ისე იმას უყურებდა. რაღაც კი მე უნაცრებდი კიდევ თუ მექნებოდა. ლაცი რომ იცოდე არც ერთს არ დაგვინახავს როგორ მოგდიოდა ცრემლები. ხო, თან ასე რომ შვებოდი. ღებს რო შამჩვილო. ლადი ისეთივე ურხებია როგორც ღამის სიხუმე. უემოციო როგორც მოხუცი ძაღლი და ისეთივე უცვლელი როგორც ჩემი დიაგნოზი. ეგრეცევა. გაიმეურო. სასო. რატომ გადაწყვიტე? გეჩვენებინა ეს ჩემთვის. თქვენ უსაშიშოსო, უშეფეძება ვლადი დაგიძახოთ. დუმილი ხობის ნიშანია. ძალიან გთხოვ, თუ კი რამე გაწყენინეთ, ნუ დაგვიშით რა. იცით ეს სასოსიდია იყო და ვერ შევეწინააღმდეგე. უბრალოდ მეგონა რომ მოგეწონებოდათ და გაგეხარდებოდათ. ესეთ რეაქციას არ ველოდი.
სასო შენი აზრით ვინ ვართ ჩვენ? ვლად არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ იმედი მაქვს სწორად გაგვიგებთ და არ დაგვრჩით ამის გამო. თქვენ ხართ ყველაზე დიადი ადამიანი, ვისაც კი შევხედრიო ვარ. ყველაზე კეთილი. ოდნავ სიმპათიურიც და საერთოდ საშინელი არსებები. შეხوار. ესე ვიფიქრე თავიდან. არა სიმართლე რომ გითხრათ, რაც ეს დღეები გაკვირდებოდით და განსაკუთრებით ის სცენა, რაც რამდენიმე წუთის წინ გათამაშდა, მან მაფიქრებინა, რომ თქვენ ხართ საცოდავი არსებები, რომლებიც უბრალოდ საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვიან. მამას მართლაში გმარ აქცი, მოგაჭამენ თავს. განთიაც და რაკში რომ გაგიკეთე სოსო. ვინ არის შენი საცო? ამლეთი ვერ გაიგე. საკმარისია. სასო. დორიკა. ახლა მე გეტყვით ვინ ვართ ჩვენ? იმას ალბათ დიდი ხანია მივხვდით, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არ ვართ. სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა სახელს გვეძახდნენ. თუმცა არსი ერთია. ჩვენ ნოსფერატუ ვართ. ჩვენ დროში ვამპირებს გეძახიან. მეცა. მაგით რისი თქმა გინდა? რომ ჩვენს გარდა სხვებიც გინახავთ? არა ბატონებო, სწორად გაგვიგეთ, ჩვენ ვამპირებზე მხოლოდ ფილმებიდან და წიგნებიდან გვსმენია და საერთოდ არა ვისჯერა ვამპირების არსებობის. თქვენ უბრალოდ მითი ხარ და პოპკულტურის ნაწილი. ესიერად ილაპარაკე შენ. შენ თვითონ ხარ პოპკულტურის ნაწილი თუ რა თქვა? ტორიკას იმის თქმა უნდოდა, რომ იყო ესეთი მწერალი ბრემ სტოკერი, რომელმაც ადრე დაწერა ნაწარმოები გრაფ დრაკულაზე. ანუ ბნელეთის მოციქული, რომელსაც რაღაც ეშინია სინათლის, ვერცხლის, წოვს, სისხლს, მაგრამ ინსპირაცია იყო რუმინელი მართველი ვლად ცეპიშ დრაკულა. აი ეს ვიცით. და ვლად. ანუ ჩვენ აქამდე რაც გვინახავს ფილმებით და წაგვიკითხავს წიგნში, ეს ყველაფერი სიმართლეა ვამპირებზე? ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ყოველი ლეგენდის თუ მითის საწყისი ყოველთვის რაღაც პატარა სიმართლეა. მაგრაფის რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩემი ისტორია 400 წლის წინ დაიწყო. როდესაც ჯერ კიდევ უბრალო მოკვდავის ცხოვრებით ცხოვრობდი. უკურნებელი სენი შემეყარა. იმ დროს ჩემი ოჯახი შეძლებულ ოჯახად ითვლებოდა, თუმცა ვერანაირმა ჰექიმბაშმა ვერ შეძლო ჩემი განკურნება. ყოველი დღე, ყოველი წუთი, ყოველი წამი მაახუებდა სიკვდილს და ეს გარდაუვალი ჩანდა. ყველაზე საშინელი არა ეს სენი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების ყურება იყო. საწყალი დედა ჩემი, რომელიც დღეს და ღამეს ლოცვაში ატარებდა. მამა ჩემი კი სმაში პოულობდა ეფემერულ შვებას. ერთხამესაც გადავწყვიტე სახლიდან გაგვცეულიყავი და სული მარტოობაში დამელია. გატაშვიდა სოზათერმობიძე. ხამის დღეში ხველება მოხრჩობდა. ღმერთის არასოდეს მწამდა, მაგრამ იმ მომენტში ღმერთს ხმა მაყოვებდრებოდი, რომ გადავერჩინე. უცებ ხმა გავიგონე, რომელმაც მითხრა, ეს არემეტება შენი. სიცოცხლე, აი მე კი შენთვის, მიჩუქნია მარადისობა. სილუეტი შევნიშნე, რომელიც მომიახლოვდა.
თქვენი სიტყვა ხსრულდეს და შენ გადარჩები. Բոլოს რაც მახსოვს იყო სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი. ახსრულდეს. ეს სილუეტი ვინ იყო? არ ვიცი. როდესაც თვალები გავუხილე, დღეში აღმოჩნდი. ვიგრძენი რომ ის სენი, რომელიც მკლავდა სადღაც გამქრალიყო. აი მის ნაცვლად კი რაღაცა უფრო უარეს დაესატყურა ჩემში. გაუმაცხარის წყობილის სისხლის, რომელიც ყველაფერს გავიწყებს. მარტო სულობა და შიში. ამ ყველაფრის საპირწონე უკვდავებაა. დამიჯერესას. ხალხის უკვდავება ამ ყველაფრად. ჯაჯიგრები არიან. თქვენც ისლანდი გამოგეცხადა თუ როგორ გახდით ვამპირები? მე ვადმა გამაქცია. არა, მე მადლობელი ვარ. რადგანაც ჩამოხრჩობას მიპირებდნენ და რეალურად ვადმა სიკვდილისგან მიხსნა. რატო გიპირებდნენ ჩამოხრჩობას? მიპირებდნენ არა. ჩამომახრჩეს. ერთი ჩინოვნიკის ცოლთან ვიწექი და ცოლის დასთანაც და მოახლესთანაც ეს მაგარი მეკალთანე ადგარ. მაგარი გარყვნილი ოჯახი იყო. ეს მოახლე ცოცხის დარს ერბოს უსვამდა და მე ორივეს ტრაქე გამარისია. გოდიშ მაგამიტა ცალად. მოკლედ ასე იყო თუ ისე ამ ჩინოვნიკმა შემოგვისწრა. მაგრამ მოკვდა კაცი. ეს თავის ხალხს აცემინა ჩემი თავი. შემდეგ მომიგონა თითქოს მოსაკლავად შეუვარდი. და ბოლოს იმდენ იქნა რომ ჩამომახრჩეს. მაგრამ ვიღამეს დილეში ვადი მოვიდა. არჩევანის საშუალება მომცა. მე წავირჩიე ის რაც ავირჩიე. თვალი რომ გავახილე თოქზე ვეკიდე და ყველა სახლში იყო წასული. ერთხანს ასე ვიქანავე თოქზე აქეთ-იქეთ, შემდეგ ვადი მოვიდა და თოქი გადაჭრა. მას შემდეგ სულ ერთად ვართ. აი უკვე თითქმის 3 საუკუნეა. აუ პიდი ჩემზეც მოყევი რა ბარებ რა. ვლად. ესენი მე გადავაქციე. თავიდან ერთ თქვენსავით ვყავდა. სარეცხს და ჭურჭელს გვირეც ყავდა. მე ჩამჟირდა. კიდე თუ არა თქვენნაირი უნდა გავხდე. მეც მინდა თქვენნაირი რაღაცების კეთებაო. იქამდე არ მოისვენა სანამ არ მაკბედინა. რა უხარია ჩე. მაგარი გიჟები არის. და პირველი 7 თვე არაფერი არ მინანია. მერე რა იყო? მერვე თვე დაიწყო. აი რაც შეეხება მერვე დაიწყო და პაკოს. რამე. პაკო. წადი იქით ითამაშე, კარგი? მისთი პაკო, მისთი. აკო მშობლებმა მიატოვეს. თავში რაღაც პრობლემები ჰქონდა და ეს ვერ აიტანეს.
ტყეში წაიღონეს და იქ დატოვეს. სისხლის სუნმა მიგვიყვანა მასთან. 1892 წელს. საწყალი ნადირს დაეგლიჯა და სულს ღაფავდა. ისეთი საცუდავი თვალები ჰქონდა. შემეცოდა და გადავარჩინე. დიაგინე, რაღაც პონჩი ჯიგრები არიან გარეთ. ცხოვრების, მაგრამ მე ერთი წამითაც მინანია რომ გადავარჩინე. რა შვები პაკო? 11. კარგად არის. დავშტერებს და ვაფშტერაჩი. აუ მე ჩემს მოგას პიცა, მაგრამ რა დამაძინებს ამ ყველაფრის მერე. თავის გაფისებ წლების წინ რომ ვიწყებდით ამ კონტენტის კეთებას რა. ფიქრებდი რომ ვამპირებს გავიცნობდით. როგორ არ ვიფიქრებდი? სულ ვიცოდი რომ ვამპირებს გავიცნობდით. დრაკონზე ვიფრენდით და ქალთებსაც პირში მივცემდით. რას ვიფიქრებდი შეჭიმა? მგონია რომ სიზმარში ვარ და ვერ ვიღვიწებ იმ. რა რიგა? შამანის ამანიტა. ამანიტა მუსკარია. კაი არა მე. ძალიან მაგარია, ეს რო ცოცხალი ხარ და არ გახრჩობ, ამას უნდა უმადლოდო. და ეს არ ნატურალურია? კი, ძალიან. რომად ის არ გეგონოს რა, მაიმუნობა რო არის, ხო იცი? გასული ვერ გასული ვარ, ეგ თემა არ არის. გინდა? ესე. რიგა? სვილოძე. რა? ოკეი. სვილოძე. პარაკლად. ვეღარ დავხტიარო შევიდა და მოუკუდი დედას. ეს ვიღა, ესეც ვამპირია თუ ვინ ჯანდაბა. ეს მაქცია აგარს. აუ დავთავრდა. გასწორა. ძალიან ასწორებს ხალხო რა, უეჭველი გვერდში დაუდგეთ. სპონსორებით ჩანს და მიხარია, იმიტომ რომ სერიალს ექნება შემოსავალი და მეტი სერიები დაიდება. კარგი სერიალია, მართლა, გადაობა. თან რაღაცა დრამასავითაც წაუდრამა ეხა ამ მეორე სერიაში და ძალიან ბევრი კაი რაღაცის გაკეთება შეიძლება ამ სერიალში. ამიტომ გადადით და ეს ხალხი გამოიწერეთ რა. მე უკან გადმოდით, მეც გამომიწერეთ და დაალაიქეთ ძალიან გთხოვთ. ვისაც მოგწონთ რა. დამეხმარეთ რომ განვითარდეთ, წინ წავიდეთ. აუცილებელია. გამოწერის და ლაიქის გარეშე არ გამო. მადლობა ყველას, ვინც ამას გააკეთებთ. მადლობა ყველას, ვინც დარჩით ბოლომდე და უყურეთ. აბა წავედი ხა მე ჩავეგდები შევცურავ ლოგინში და დავიძინებ რა. ამა თქვენც ვინც ღამე მიყურებთ კვირიძელი, ვინც დღისით მიყურებთ დამატებული და ბედნიერი დღე ძმაო. აბა თქვენიცით გაკოცეთ.